მეტრიაბაში 6 წლის. ვსწავლობ 22 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთის თამაში. უკვე 1 წელი ვთამაშობ ეს ჯორჯიაში. მე ვთამაშობ თავდამსხმელის პოზიციას. მიყვარს პასების მიცემა და გოლების გატანა. ჩემს კარიერაში გატანილი მაქვს 17 გოლი. გუშინ გავიტანე 5 გოლი. 1 გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. კარებთან ვიდეგი, პასი მომცეს და ახლოდან გავიტანე. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისებაა სისწრაფე. გამოსასწორებელი მაქვს თავით თამაში. 5 წლის რო ვიყავი, მაშინ გადავწყვიტე ფეხბურთელი რომ ბავშვობაში მინდოდა გამოსული ვიყავი მოჭიდა. ჩემი საყვარელი ფეხბურთელებია მესი და ლამინი იამალი. საყვარელი გუნდია ბარსელონა. საქართველოს ნაკრებში მინდა ვითამაშო 7 ნომრით. მე ვაპირებ ფეხბურთი ვითამაშე 40 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები პოლიციელი. ახლა მინდა ვიყო 8 წლის. მე მგონი რომ მესამე კლასში ვიქნები უფრო ჭკვიანი. მიყვარს ჩემი სკოლა იმიტომ რომ მასწავლებელი კარგი მყავს და კლასელების კარგი მყავს. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია სოფია. ყველაზე ჭკვიანია დემი. ყველაზე ლქელი. მე ყველაზე მშვიდი და სიმპათიური. ახლა შეყვარებული არ მყავს, მაგრამ ბაღში მყავდა. იმ გოგოს არ დავშორებული ვარ, მაგრამ სხვა სკოლაში შევიდა. სწორს რომ მოვიყვან, ვიქნები 20 წელი. შვილებს დავარქვენ გოგას და ელენეს. ჩემს დავარქვენ მევას. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. მე უკვე ვისწავლე ყველას. ჩემი საყვარელია სოფგერა ჭ. არ მიყვარს ჭ, იმიტომ ვერ ვიმეორებ. ჭ ჭ ჭ ჭ. ჩემს საყვარელი მასწავლებელს ქვია ნანა მასწავლებელი. ისე კარგად ყვირის რომ ტკბები. სახში ვცხოვრობ. მე, დედა, მამა, ჩემი და ჩემი ძმა. ჩემი და არის 17 წლის და ქვია თეკლა. ეს არის ლამაზი, ჭკვიანი და მხიარო. ჩემი აზრით თეკლა გამოვიკალა თურთელი. ჩემი ძმა არის 15 წლის და ქვია თორნიკი. ის არის ხანდახან ჭკვიანი და ნერვების მომშლელი. ნერვებს მიშლის როცა ვაბრალ. თორნიკი ალბათ გამოვა პოლიციელი. მამიკო არის ჩემსავით სიმპათიური, შრომელი და უშიშარი. დედიკო არის ლამაზი, სურველი და თბილი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ბორში. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გაკეთებს სუპს. მე მიყვარს მულტფილმების ყურება და ჩემი საყვარელი მულტფილმია ელვა მანქვი. სამოგზაურო სიამოვნებით წავიდოდი ჩინეთში. წინა მონაწილემ დამირეკვა შეკითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში? მე კოსმოსში გავფრინდებოდი დათა აბაშიძესთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია PlayStation 5. ბედნიერება არის ველოსიპედი და დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.